ახლა შევამოწმოთ როგორ მუშაობს თარგმანი. ალბათ მარტივი თანადებები და პროექტში შევამოწმოთ არის თორე სინტაქსურად გამართული. როგორც ვთქვათ, თორე სინტაქსურად გამართულია და შეგვიძლია გავაკეთოთ თარგმანი. ავირჩიოთ ენა, ინგლისური და თარგმნოთ. როგორც ვთქვათ, მივიღეთ სწორი თარგმანი. ახლა ნახოთ როგორ მოვაკეთებს ამას. პირველ რიგში ქართული წინადადება გადაყავს შესაბამის მათემატიკურ ჩანაწერში, ფორმალურ ჩანაწერში. ამ შემთხვევაში გვაქვს დრო, რა დროში ხდება ეს ყველაფერი, გვაქვს ზნა, ჭამა, გვაქვს შესაბამის სახელური ფრაზები საწყის ბრუნვაში, პატარა კატა, დიდი თევზი. ეს წინადადება მათემატიკურ ჩანაწერი და ეს წინადადება არის უთერთსასახად, ანუ აქედან შეგვიძლია სასახად მივიღოთ ეს ფრაზა და პირიქითაც. მომდევნო ეტაპი არის სიტყვა-სიტყვით თარგმანი შესაბამის ინგლისურ მათემატიკურ ჩანაწერში. ანუ ეს ფრაზა გადადის ასეთ ჩანაწერში, დრო პირდაპირ დროში, ზნა ზნაში და სახელური ფრაზები სახელურ ფრაზაში. რადგან აქ ბრუნვები არ გვაქვს. ამის შემდეგ უკვე საჭიროა ინგლისური მათემატიკური ჩანაწერით აღოდგინოთ ჩვეულებრივი ინგლისური ჩანაწერი, ინგლისური გრამატიკის მიხედვით და შესაბამისად მივიღებთ ინგლისურ ფრაზას. ახლა ვნახოთ ინგლისურიდან თარგმანი გერმანულზე. ავირჩიოთ შესაბამისი ენა, ჩავსვათ ჩვენი ნათარგმნი ფრაზა. და მივცეთ თარგმანი გერმანულზე. მივიღებთ გერმანულ თარგმანს, რომელიც კეთდება ქართული ენის გავლით. ახლა შეგვიძლია ავიღოთ მოცემული გერმანული ფრაზა და კვლავ თარგმნოთ ქართულზე. როგორც ხედავთ, მივიღეთ საწყისი ფრაზა, რომელთაც დავიწყეთ. ახლა ვნახოთ თარგმანი ინგლისურიდან გერმანულზე. ავიღოთ ჩვენი ფრაზა. ავირჩიოთ ენა. და თარგმნოთ. პროგრამა თარგმნის ინგლისურიდან გერმანულზე მათემატიკური ენის გავლით და შესაბამისად მივიღებთ კვლავ სწორი ფრაზა. ახლა შეგვიძლია ეს გერმანული წინადადებები თარგმნოთ კვლავ ქართულზე. და მივიღებთ კვლავ საწყის ქართულ წინადადებებს. ავირჩიოთ ენა. და როგორც ხედავთ, მივიღებთ ის წინადადებები, რომლებიც თავიდან